მართლაც რომ აბსურდული ვითარება მივიღეთ, თითქოს და გამოიკულიეს რა მოხდა და აღმოჩნდა რომ ფაქტობრივად ამ პროცესში მონაწილე სამი აი ამ მხარედან ორი კატეგორიულად უარყოფს და მათ შორის ერთ-ერთი სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელსაც თქვენ როგორც ახსენეთ ის ვინმე ზარდიაშვილი ხელმძღვანელობს, ყოფილი დეპუტატი, მან მისი თანამშრომლის სახელით ბრალი დასდო სემექს სიცრუეში და ტენდენციური ინფორმაციის გავრცელებაში. ანუ დაისვე არმანიას. რა თქმა უნდა, დაიწყო უკვე შიდა ომი, ასე ვთქვათ. და ახლა მედი საუბარი. და უნდა გვახსოვდეს, რომ ვანო ზარდიაშვილი მამუკა მდინარაძის ძალიან ახლო მეგობარია. და ამიტომ ეს განცხადება სემეკის ქვედა მოულოდნელი იყო. რა არის სემეკი? სემეკი ზოგადად მსგავს შეფასებას არ აკეთებს. მას შეიძლება ეთქვა, რომ აი ეს მოხდა და მე ავწერ ხლა სემეკმა რა თქვა და ძალიან უცნაური დასკვნა დადო მართლაც. მაგრამ აქ პირდაპირ დაადო ხელი, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემას დროულად უნდა მიეღო ზომა, მას უნდა ქონოდა დამზღვევი რაღაც მექანიზმები და ასე შემდეგ და პირდაპირ ბრალს დებს. ფაქტის აღწერის ნაცვლად დებს ბრალს. სემეკი და ნარმანია, ასე ვთქვათ, ნარმანია საკუთარ ჩრდილისაც კი ეშინია. არასდროს მას პოლიტიკური შინაარსის მქონე განცხადება არ გაუკეთებია. ნარმანიამ დასაჭერად ასე ვთქვათ, გაამზადა ზარდიაშვილი. ან მოხსნიან, ან დაიჭერენ. დაახლოებით ასეა, იმიტომ რომ თავად არასდროს გაბედავდა მსგავსი, ასე ვთქვათ, ბრალდების გახმოვანებას. მას რა თქმა უნდა შეეძლო აეხსნა მოვლენა ნეიტრალური, ასე ვთქვათ, პროფესიული ტონით. პროფესიულის გარდა აქ უკვე ბრალის, ასე ვთქვათ, დადების ბრალდებაზე, საბოტაჟია საუბარი. ანუ ვიღაცამ დაავალა, ვიღაცამ წაახალისა, ყველაფერი ხდება კულუარულად, შეიძლება ტელეფონით კი არ დაურეკეს, მაგრამ იგრძნო მან საით უბერავს ხარი და ვისკენ უნდა შეუბეროს, ასე ვთქვათ. ახლა რა თქვა სემეკმა? სემეკმა ჯერდი უცნაურად ახსენა აზერბაიჯანი. ხალხი დაიბნა აზერბაიჯანში გაითიშადენი მოხდა რაღაცა, ასე ვთქვათ, ავარიული შემთხვევა თუ საქართველოს ტერიტორიაზე. პირველი იწყება ასე, აზერბაიჯანის ასე ვთქვათ, სისტემა ჩაეხსნა საქართველოს. რას ნიშნავს ჩაეხსნა საქართველოს? ანუ საქართველოში დენი შემოდის აზერბაიჯანიდან, პარალელურ სისტემაში მუშაობს. საქართველოში დენი მილიარდ კილოვატ-საათი ელექტროენერგია შემოდის რუსეთიდან და არის ხაზი კავკასიონი, რომელიც სვანეთში გადის და ჩრდილოეთ კავკასიას გადაივლის და რუსეთში რომ კრასნოდარის ოლქში სადღაც დენი გაითიშოს, მთელი საქართველო უნდა ჩაბნელდეს და ისევე როგორც დენი სომხეთიდანაც შემოდის. და როდესაც პარალელურ რეჟიმში ვიყავით ჩართული აზერბაიჯანთან, გასაგებია. მე ამბობს რომ სადღაცო ქუთაისი გეგუთის ხაზზე მოხდა ავარიაო. ამ დროს გაგიჟდა ეს ამის ენერგოპროს წარმომადგენელი, რომ იცოდე ჩვენო მოქალაქეებმა დენის განაწილება, ანუ ოჯახებში რა დენიც შედის და რა დენი მიეწოდება კომერციულ სტრუქტურებს. გარდაპირდაპირ მომხმარებლებისა, როგორც ეს კრიპტოსაწარმოები, როგორც თქვენ აღნიშნეთ და დიდი მომხმარებლები აზოტი იქნება თუ ფერო და ასე შემდეგ. ორი, ასე ვთქვათ, სტრუქტურა ემსახურება მას. ერთი არის თელასი, რომელიც ეკუთვნის რუსებს და მეორე არის ენერგოპრო, რომელიც არის ჩეხურ კომპანია, სინამდვილეში მის უკან დგას ზურაბ ნოღაიდელი და კიდე ვიღაცეები დიდი ალბათობით რუსები. ახლა რა განაცხადა აი ამ ენერგოპრომ თუ მართლა საიმე დაზიანება იყო პირველ დღეს 24-შიო. დიახ. და 24-ში თუ ეს დაზიანება რომ აღმოფხრილიყო, მეორე დღეს ატო გაითიშაო. 11ჯერ მოხდა საქართველოსიო ბოლო პერიოდში ამ ხაზის გათიშვა. თუ 11ჯერ გათიშვის შემთხვევაში არაფერი მოსვლია ქვეყნის ენერგოსისტემას, რაღა ახლა მოუვიდაო. ანუ ენერგოპრო უარყოფს და მართლაც დამაჯერებელია მისი საუბარი რომ თუ პირველ დღეს გაითიშა, მეორე დღეს რა ისებნე და ესა ასე ვთქვათ ამ სისტემას. აგერ ზარდიაშვილის სამსახური ამბობს რომ ეს არის ტენდენციური, პირდაპირ ამბობს ტენდენციური, ანუ მატყუარები არიანო და ეს კიდე პირდაპირ ადებს ხელს იმას რომ
აი ამ ენერგო საქართველოს ენერგოსისტემამ ამ ასე ვთქვათ კომპანია ვერ მოახდინა დროული რეაგირებაო. ნუ როგორ აღწერეს ახლა რომ მოხდა ქუთაისთან გეგუჩი ასე ვთქვათ ავარია, საქართველოს აზერბაიჯანის ელექტროსისტემასთან პარალელურად მუშაობდა და ამოაგდო ასე ვთქვათ გათიშა აზერბაიჯანის აი ამ ასე ვთქვათ დამცავმა სისტემამ რომ აზერბაიჯანში არ გადასულიყო ეს პროცესი, ანუ სახლში როდესაც ბევრ რაღაცას ჩავთავდა, როდესაც დამცველი ამოაგდებს, რომ არ გადაიცვას მაცივრები და ტელევიზორები და შემდეგ ზუსტად ასე დაიცვა თავი აზერბაიჯანმა. მაგრამ რის გამო მოხდა, ეს დღემდე გაურკვეველია. საბოტაჟი რაღაც ისულელია თქო. ართან საბოტაჟის არა ეს ისულელია. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნებისმიერი დენის გათიშვის შემდეგ ითვლიან ზარალს მათ შორის. რა ზარალი მიიღო სახელმწიფომ ამდენი და ამდენ საათიანი ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ. მე ვთქვათ ეს ბევრჯერ წამიკითხავს, როცა ევროპულ ქვეყნებზე ვსაუბრობთ. შესაძლოა დენის გათიშვის შესახებ საბოტაჟით საქმის აღძვრა მათ შორის უკავშირდებოდეს კრიპტომაინინგებში რა ზარალი შეიძლებოდა მიეღო ამ კრიპტომაინინგების მფლობელ მათ შორის ბიძინა ივანიშვილს. მოდი ახლა ეს ორი საკითხი დავაკავშიროთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ მათ შორის გერმანული პრესა უკვე დაინტერესდა რამხელა ჰაბია და როგორ არის ჩართული პუტინის ომის მანქანაში ეს კრიპტომაინინგის იმპერია საქართველოში, აი ამ პატარა საქართველოში. სულ 5 წუთი გვაქვს და იქნებ აგვიხსნათ ეს ყველაფერი. არავითარ ზარალთან ეს კავშირში არ არის და ერთ-ერთი გლანი და ერთ-ერთი კრიპტო საწარმო ვერ მოითხოვს ზარალს ანადგურებას, იმიტომ რომ ანაზღაურებას გიგანტური ელექტროენერგიას მოიხმარენ 700 მილიონი კილოვატ-საათი ბათუმის ტოლია. დინამო სტადიონის სიდიდის ნაგებობა დგას გდანში, რომელიც მოიხმარს 500 მილიონი კილოვატ-საათ ენერგიას. ეს არის ორჯერ მეტი, ვიდრე თბილისის მეტროპოლიტენი და რკინიგზა ერთად აღებული და უფრო მეტია ვიდრე კახეთი. და მთლიანად მოიხმარს საქართველოს კრიპტო ინდუსტრია დაახლოებით 750 მილიონი კილოვატ-საათს. და 30-მდე კრიპტოსაწარმოა და ერთი გვარი დასახელი არ ვიცით ვის ეკუთვნის, ყველანი ოფშორებშია გადამალული და ქართული ოსტების მაღალ პოლიტიკური და ბიზნეს კლანი აკონტროლებს. სვანეთი კიდე სხვა საკითხია, 130 მილიონი კატასტროფა, 10-ჯერ მეტი, 13-ჯერ მეტს მოიხმარს. ამიტომ ეს ბიზნესი უზარმაზარი ფულის შოვნის ბიზნესია და როდესაც ამბობენ რომ ეს არის საბოტაჟი, ეს ესეთი მხრივ ხელისუფლების გამართლების მცდელობა, რომ აქ ვიღაც მავნებლები არიან, ოპოზიცია, ამერიკელები, ევროკავშირი, დიპ სტეიტი და ვიღაცა ძირგამომთხრელი ასე თქვა ჯგუფები და ხალხი უნდა პირველივე დღეს გაებრიყვებინათ და რაღაც მარცვალი ჩაეგდოთ ეჭვების, მაგრამ ეს ეჭვები თავადაც უკვე ასე თქვა გააქარწყლეს, ვინაიდან პირდაპირ ნარმანიამ ხელი დაადო ამ ზარდიაშვილს, ასე რომ საბოტაჟის საკითხი მორჩა ახლა რა რასიძიებს უსი გაურკვეველია და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა ამ საბოტაჟის თემით გადაეფარნენ კრიპტო აი ამ ვამპირებს, რომლებიც ანადგურებენ ქვეყნის ენერგეტიკას. ღამით ეკონომიკა ჩერდება საერთოდ. 5-6 ქარხანაა ცემენტის, მეტალურგია და რამდენიმე აზოტი, რომლებიც ღამით მუშაობს. ისვენებს ენერგოსისტემა ღამით საქართველოში, მაღაზიები ითიშება და აფთიაქები და მოსახლეობას ძინავს. არ ძინავს აი ამ კრიპტო ინდუსტრიას 24 საათი, 365 დღე გუგუნებს, ჭამს ელექტროენერგიას, აზიანებს გადამცემ ხაზებს, იმას რა ქვია, ფესადგურებს, აზიანებს იმას უამრავ სხვა ასე ვთქვათ აი ამ გადაცემის სისტემას, ტრანსფორმატორებს. მე ამას სახელმწიფო მეშვება არემონტებს, რუსეთიდან ელექტროენერგია ძვირად შემოგვაქვს და მათ იაფად ვაძლევთ. საკმარისი იყო საქართველოს ენერგოსისტემას და ამაში ვეთანხმები მე CEMEX გაეთიშა გლდანი სულ რაღაც 5 წუთი და დაწყნარდებოდა ყველაფერი. გლდანის ასე ვთქვათ ამ სისტემიდან გამორთვა ის ცალკე ქვესადგურით არის. მას აქვს საკუთარი ქვესადგური პირდაპირ მომხმარებელია. ამიტომ კრიპტო ინდუსტრია საქართველოში არის ეკონომიკის დამანგრეველი. ბიუჯეტში შედის ნული. ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე არსებობენ საგადასახადო შეღავათები, იაფი ელექტროენერგია. თქვენ უფრო 18%-ით მეტს იხდით, ვიდრე დაუშვათ გლდანში არსებული კრიპტოსაწარმო. თავი რომ დავანებოთ იქ ერთგვარად მიწის გადაცემა და ასე შემდეგ. იქ გორშიც არის, ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში უკვე ჩინელები არიან, სვანეთში ვიღაცები კურირებენ და აი ენერგეტიკა გაანადგურეს. ანუ პარაზიტული, ასე ვთქვათ, მოპოვებას ვამბობ, კრიპტომოპოვება, თორემ მე კრიპტოს კი არ ვებძი. კრიპტო არის კაცობრიობის მონაპოვარი ბლოკჩეინის სისტემა.
როგორადაც არ უნდა ისარგებლოს ამან კრიმინალმა თუ ვინც არ უნდა ისარგებლოს და თუნდაც აი ამ ბოროტების იმპერიამ რუსეთმა და ამ სისხლიანა პუტინმა და ისარგებლობს საქართველოს მეშვეობით 4 კომპანია აქ იყო დაფუძნებული რომ დაასანქცია ევროკავშირმა და ბრიტანეთმა და რუსეთის ომის მანქანას ეხმარებოდა ქართული კომპანიები. ეს სხვა არის თანმიმდევი ასე ვთქვათ მოვლენა არის ბლოკჩეინის ასე ვთქვათ სისტემისა რომელიც რევოლუციური ძვრა მოახდინა ანგარიშწორებაში. არავინ არ ებრძვის კრიპტოსია მომავალი ბლოკჩეინ სისტემის ებრძვით ვამპირებს რომლებიც ენერგეტიკას ანგრევენ თორემ ისლანდიაშიც არის და სხვა ქვეყნებშიც მაგრამ იქ იბეგრებიან იქ სიკეთე მოაქვს ქვეყნისთვის და სამუშაო ადგილებს ქმნიან საქართველოში პირიქით პარაზიტობენ კი ბატონო გასაგებია ყველაფერი ბატონ რომან ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის